გამარჯობათ. მაგზელებთ საუბარს მარტივი ამოცანების ამოხსნაზე განტოლებების შედგენით. ამჯერად გავარჩიოთ ამოცანა უცნობის შესაკრების მომასზე. ასეთი ამოცანაა. კლასში 14 გოგონა და რამდენი ვაჟია. სულ კლასში 29 მოსწავლეა. რამდენი ვაჟია კლასში. ამოცანის ერთხელ წაკითხვის შემდეგ ამას ახორციელებს ან მოსწავლე, ან მასწავლებელი. გამოვკვეთავთ პირობასა და კითხვას. შემდგომ დავადგენთ მოცემულსა, საუბარია გოგონებისა და სულ ბავშვთა რაოდენობა და საძიებელ ვაჟების რაოდენობა. ვაკეთებთ შემდეგ მოკლე ჩანაწერს. გოგონა არის 14, ვაჟი არის უცნობი, ვაჟების რაოდენობა და სულ ვიცით რომ კლასში არის 29 მოსწავლე. სათანადო მსჯელობით ვადგენთ განტოლებას. ასეთი კითხვა დავსვათ. რას აღნიშნავს რიცხვი 29? სავარაუდო პასუხი ასეთია. ბავშვთა საერთო რაოდენობას კლასში. კითხვა შემდეგი. როგორ გავიგებთ მას? სავარაუდო პასუხი იქნება ალბათ შეკრებით. რას რა უნდა მიუმატო? ბავშვები პასუხობენ. გოგონების რაოდენობას უნდა დაუმატოთ ბიჭების რაოდენობა. კეთილი. ახლა დაასახელეთ პირველი შესაკრები. ეს გახლავთ გოგონების რაოდენობა, ანუ 14. რა არის მეორე შესაკრები? ან რომელია მეორე შესაკრები? პასუხი ასეთი იქნება. ბიჭების რაოდენობა, რომელიც რასაკვირველი არ ვიცით. იგი შეიძლება აღვნიშნოთ X-ით. კიდევ ერთხელ გავარკვევთ, რომელია პირველი, მეორე შესაკრები და ჯამი. მოკლე ჩანაწერში მათ გასწრით, მივაწერთ შემდეგს. გოგონების გასწრით დაიწერება პირველი შესაკრები, ვაჟების გასწრით მეორე შესაკრები და სულ ამის გასწრით დაიწერება ჯამი. მას შესაბამე უკვე თვალნათ ჩანს, რა მოქმედება უნდა შევასრულოთ და შესაბამისად ჩვენი განტოლება მიიღებს. სახეს 14-ისა და X-ის ჯამი უდრის 29-ს. რა არის უცნობი? პასუხი არის მეორე შესაკრები. რას უდრის უცნობი შესაკრები? ანუ მეორე შესაკრები? პასუხი იქნება ასეთი. ჯამს გამოვაკლოთ ცნობილი, ანუ პირველი შესაკრები. მას შესაბამე X-ი ტოლია 29-სა და 14-ის სხვაობას და მივიღებთ რომ X-ი ტოლია 15-ის. რა არის 15? ბავშვები, პასუხობა ბიჭების რაოდენობა კლასში. როგორ დავწმუნდეთ, რომ ჩვენს მიერ ამოხსნილი ამოცანა მართებული? ჩავსვათ მიღებული მნიშვნელობა 15 განტოლებაში და შევასრულოთ სათანადო მოქმედება. ამოსახულებას ექნება ასეთი სახე. 14-ისა და 15-ის ჯამი უდრის 29-ს. ანუ გამოდის 29 ტოლია 29-ის. ამოცანის პასუხი შეიძლება ასე. კლასში იყო 15 ბიჭი. სასურველია იგივე ამოცანა ამოხსნათ განტოლების სხვანაირი შედგენით. კერძოდ 29-ისა და X-ის სხვაობა ტოლია 14-ის, ან X-ი ტოლია 29-ისა და 14-ის სხვაობა. ამოცანის შემოწმება შესაძლებელია შეუღლებული ამოცანის ამოხსნითაც. მაგალითად, კლასში იყო რამდენიმე გოგონა და 15 ბიჭი. სულ კლასში იყო 29 მოსწავლე. რამდენი გოგონა იყო კლასში? ვნახოთ აბა ახლა როგორ ამოხსნით ამოცანას უცნობი გამყოფის პოვნაზე. 12 ფანქარი თანაბრად გაუნაწილეს 5 მოსწავლეს. რამდენი ფანქარი შეხვდა თითოეულს? ამოცანის ერთხელ წაკითხვის შემდეგ გამოვკვეთავთ პირობასა და კითხვას. დავადგენთ მოცემულსა, ანუ ფანქრების და მოსწავლეთა რაოდენობა და საძიებელ, ეს არის განაწილებული ფანქრების რაოდენობა, ამ სიდიდეებს დავადგენთ. ვაკეთებთ ამოცანის მოკლე ჩანაწერს. ანუ ასეთი ფანქარი არის 20, თანაბრად გაუნაწილეს და არ ვიცით
რამდენია ეს თანაბრად განაწილება? აღვნიშნოთ ის x-ით და სულ არის რამდენი მოსწავლე? 5. სათანადო მსჯელობით რას აღნიშნავს რიცხვი 20? ფანქართა დასარეგებელ რაოდენობას. ანუ სულ რამდენი ფანქარია, ხო? რას წარმოადგენს რიცხვი 5? მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც ურიგებენ ფანქრებს. შემდეგ, როგორ გავიგებთ მოსწავლეთა ამ რაოდენობას? ფანქრების საერთო რაოდენობა უნდა გავყოთ ფანქრების იმ რაოდენობაზე, რომელიც შეხვდება თითოეულ მოსწავლეს. ვიცით რა ეს რაოდენობა? ჩვენ არ ვიცით რამდენი ფანქარი უნდა დავანაწილოთ, მაგრამ შეგვიძლია ეს რაოდენობა აღვნიშნოთ x-ით. ესე იგი, გამოდის რომ ჩვენი ამოცანის მოკლე ჩანაწერი მიიღებს ასეთ სახეს. ფანქრების საერთო რაოდენობა, ესე იგი 20, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის გასაყოფი, თანაბრად გაანაწილეს, ანუ x-ი, ეს იქნება გამყოფი 5 მოსწავლეზე. ანუ ეს არის განაყოფი. მაშინ სადღაც განტოლებას ექნება შემდეგი სახე. 20-სა და x-ის განაყოფი უდრის 15-ს. რომელ ადგილას დგას უცნობი? უცნობი არის გამყოფის ადგილას. რას უდრის უცნობი გამყოფი? გასაყოფი გავყოთ განაყოფზე. ანუ 20 გაყოფილი 5-ზე უდრის 4-ს. აქედან x-ი 4-ის ტოლია. რა არის 4? რამდენი ფანქარი შეხვდა თითოეულ მოსწავლეს? როგორ დავწუნოთ ამოცანის ისტორიაში? ჩავსვათ მიღებული მნიშვნელობა 4 განტოლებაში და შევასრულოთ სათანადო მოქმედება. ამოცანის პასუხი იქნება ასეთი: თითოეულ მოსწავლეს შეხვდება 4 ფანქარი. სასურველია იგივე ამოცანა ამოვხსნათ განტოლების სხვანაირი შედგენით. კერძოდ, შეიძლება ასეთი ვარიანტი: 20 უდრის x-ისა და 5-ის ნამრავს, ან x-ი უდრის 20-ისა და 5-ის განაყოფს. ახლა შევადგინოთ შეუღლებული ამოცანა და დავადასტუროთ ამოცანის მართებულობა. ამოცანა ჟღერს ასე: 20 ფანქარი თანაბრად გაუნაწილეს რამდენიმე მოსწავლეს. თითოეულ შეხვდა 4 ფანქარი, რამდენ მოსწავლეს დაურიგეს ფანქრები. ეხლა გავარჩიოთ ამოცანა ფასზე, რაოდენობასა და ღირებულებაზე. 6 თოჯინაში გადაიხადეს 42 ლარი. რამდენს გადაიხდიდნენ 1 თოჯინაში? ამოცანის წაკითხვისა და ანალიზის შემდეგ, ანუ მოცემული დასაზევებელი სიდიდეების დადგენა, ფასსა, რაოდენობასა და ღირებულებას შორის არსებული დამოკიდებულების გახსენება, კერძოდ რომ ფასი ღირებულების რაოდენობასთან შეფარდების ტოლფასია. ვაკეთებთ მოკლე ჩანაწერს. ახლა ვეკითხებით, რა შეიძლება გავიგოთ ზეგად და სტრიქონში წარმოდგენილი სიდიდეებით. ანუ 6 თოჯინისა და 42 ლარის დახმარებით. თოჯინების ფასი შეგვიძლია დავადგინოთ. ანუ ეს შესაძლებელია 42-ისა 6-ზე გაყოფით. x-ი რომ გავყოთ r-ზე, რა სიდიდე უნდა მივიღოთ და რატომ? უნდა მივიღოთ თოჯინის ფასი, რადგან აქაც ღირებულებას x ყოფთ რაოდენობაზე r-ზე. მაშინ სადამე ჩვენი განტოლება მიიღებს ასეთ სახეს: x-ი გაყოფილი r-ზე უდრის 42 გაყოფილი 6-ზე. ანუ გამოდის რომ x-ი ტოლია 7-ის. როგორც ჩვენი მსჯელობიდან ირკვევა, ორივე განაყოფი ერთსა და იგივე სიდიდის ტოლია. მაშინ რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ? ორივე განაყოფი შეიძლება გავაერთიანოთ ტოლობის ნიშნით. როგორც ხედავთ, ჩატარებული გამოთვლები გვაძლევენ იგივე შედეგს, რაც ერთის მხრივ ადასტურებს ჩვენი მსჯელობის მართებულობას, ხოლო მეორეს მხრივ მოსწრებს ვთავაზობთ შემოწმების კიდევ ერთ ვარიანტს. ამავსისას შემოწმება გულისხმობს მისი მნიშვნელობის ჩასმას განტოლებაში, რომლის მართებული ამოხსნების დასტურია განტოლების იგივეობად გარდაქცევა. ანუ 7-ისა და 1-ის განაყოფი უდრის 42-ისა და 6-ის განაყოფს და მასშტაბი 7 უდრის 7-ს. ამოცანის პასუხი ასეთია: 1 თოჯინის
ფასია 7 ლარი. შეიძლება მოსწავლეებს შევთავაზოთ დამოუკიდებლად შეამოწმონ ამოხსნის სისწორე სხვა ხერხებითაც. ეხლა ვნახოთ ამოცანა სიჩქარეზე, დროსა და მანძილზე. ორი ქალაქიდან, რომელთა შორის მანძილი 60 კილომეტრია, ერთმანეთის შესახვედრად გამოიმართა ქვეითი და მოტოციკლეტისტი. 1 საათის შემდეგ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. რა მანძილი გაიარა ქვეითმა, თუ იგი ორჯერ ნელა მოძრაობდა. ამოცანის კითხვისას და ანალიზის შემდეგ მოცემულ და სიდიდეების დადგენას ვახერხებთ სიჩქარეს განსაზღვრავ, დროსა და მანძილს შორის არსებულ დამოკიდებულებას გავიხსენებთ. ვადგენთ ნახას, რომელსაც ასეთი სახე ექნება და სათანადო მსჯელობით ვაკეთებთ მოკლე ჩანაწერს. მსჯელობით მიდივარ დასკვნამდე, თუ X-ით აღნიშნავთ ქვეითის მიერ გავლილ მანძილს, მაშინ მოტომრბოლელის მიერ დაპარული მანძილი იქნება 2X-ის ტოლი, როგორც ორჯერ სწრაფად მოძრავს. გავიხსენოთ ისიც, რომ ორივე ობიექტის მიერ შეხვედრამდე გავლილი მანძილების ჯამი წარმოადგენს მთელი გზის სიგრძეს ქალაქებს შორის. მაშასა და მე ჩვენ განტოლებას ექნება ასეთი სახე. X-ისა და 2X-ის ჯამი არის 60-ის ტოლი. ანუ გამოდის, რომ 3X უდრის 60-ს. აქედან გავარკვევთ, რომ X უდრის 20-ს. მესმე, ჩვენ დავადგენთ, რომ ქვეითმა შეხვედრამდე გაიარა 20 კილომეტრი. ეხლა ვნახოთ, როგორი სახე შეიძლება გქონდეს, ან როგორ ამოვხსნათ ამოცანა გეომეტრიული ფიგურის პერიმეტრზე. რას უდრის ტოლფერდა ტრაპეციის პერიმეტრი, რომლის ქვედა ფუძე ორჯერ აღემატება როგორც ზედა ფუძეს, ისე ფერს და უდრის 8 სანტიმეტრს. ამოცანის წაკითხვის შემდეგ ვსჯელობთ შემდეგნაირად. რას ნიშნავს ქვედა ფუძე ორჯერ აღემატება? ანუ პასუხი ასეთი უნდა იყოს. ერთის სიგრძე არის 2X, მაშინ მეორე სიგრძე იქნება X-ის ტოლი. რას მიგვანიშნებს სიტყვები ორჯერ აღემატება როგორც ფუძეს, ისე ფერს? ესე იგი, ფუძისა და ფერდების სიდიდეები ტოლია და ამასთან ერთად თითეული მათგანი ორჯერ ნაკლებია დასახელებულ ფუძეზე. თუ გამოვიყენებთ სათანადო აღნიშნებს, გამოსაკვლევი ტრაპეციის ნახას ექნება შემდეგი სახე. სათანადო მსჯელობით აღმოვაჩენთ, რომ თუ ქვედა ფუძე ორჯერ აღემატება ზედასა და ფერდებს, მაშასა და მე სამართლიანი იქნება შემდეგი გამოსახულებები. ანუ P, ABCD უდრის ABS plus BC plus CD plus AD და სათანადო ჩასმებით აღმოვაჩენთ, რომ ეს არის X plus X plus X plus 2X უდრის 5X. თუ გავითვალისწინებთ, რომ AB არის CD-ს ნახევარი, ტრაპეციის პერიმეტრის ფორმულაში გაკეთებულ ჩასმების შედეგად გვექნება შემდეგი გამოსახულება. ანუ PABCD უდრის 4 plus 4 plus 4 და plus 8 უდრის 20. მასალამე ტრაპეციის პერიმეტრი გახლავთ 20 სანტიმეტრი. კარგად.